არჩევნებისთვის ემზადება DST-ის წევრი მოლდოვა. მოქალაქეები ამ ქვეყანაში ახალ პარლამენტს კვირას აირჩევენ, თუმცა ადგილობრივი მედია დარღვევების შესახებ უკვე საუბრობს. მაგალითად, კიშინეუს ერთ-ერთ სტამბაში პოლიციამ მონიშნული ასობით საარჩევნო ბიულეტენი აღმოაჩინა, რაც ეგრეთ წოდებული კარუსელის სქემის გამოყენებაზე მიუთითებს. გარდა ამისა, სამართალდამცველები პოლიტიკური პარტიების უკანონო დაფინანსებით, ფულის გათეთრებით და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებითაც დაინტერესდნენ. ადგილებს სხვადასხვა მედია საშუალების შევიწროვებას, იმედის კვირის გადამღები ჯგუფი კი ქვეყანაში საერთოდ არ შეუშვეს. შაკონადაშვილი გიამბობთ. მოლდოვაში არჩევნების გასაშუქებლად ჩასული იმედის კვირის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს. ჟურნალისტი და ოპერატორი 5 საათიანი დაყოვნების შემდეგ გამგზავრების დარბაზში აბსურდული დასაბუთებით გადაიყვანეს. ევროპულ დემოკრატიად შერაცხულ მოლდოვაში ჩასული იმედის კვირა პირდაპირ DST-ში აღმოჩნდა. იმედის კვირის ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან აქვთ. ასეთია დემოკრატია მოლდოვურად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ევროპული სტანდარტი. როცა ჩამოვედით უკვე მოლდოვაში და საპასპორტო კონტროლს გავდიოდით, ჩემი მიერ მიწოდებული დოკუმენტებიდან ამოიკითხა მესაზღვრე რომ ვიყავი ჟურნალისტი და მე და ჩემს ოპერატორს ლევან ტაბადაძეს მოგვიწოდა რომ დაგვეტოვებინა სივრცე და გადავსულიყავით სხვა ოთახში. დაახლოებით 9 საათში შემოვიდა კიდევ ერთი პოლიციელი, რომელმაც ამობეჭდილი ფურცლები შემოიტანა, სადაც ჩვენი საზღვარზე არ შეშვების მიზეზებში ეწერა, თითქოს არ იყო შესაბამისი დოკუმენტები, სადაც დასტურდებოდა აი საცხოვრებელი ადგილი, ჩამოსვლის მიზნობრიობა, მატერიალური უზრუნველყოფა. ტელეკომპანია იმედი გამონაკლისი არ არის. კიშინეუს აეროპორტის კარი ადგილობრივ ოპოზიციურ მედია საშუალებებსაც დაუხურეს. მათ ყოფილი ოპოზიციონერი საბერძნეთიდან მოლდოვაში ექსტრადირების გაშუქების უფლება არ მისცეს. ოპოზიციური არხის წარმომადგენლის განცხადებით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ მაია სანდუს მედიას მისცეს. ჟურნალისტებს აეროპორტში წინასწარ განსაზღვრული სიის მიხედვით უშვებდნენ. მოლდოველი პოლიტიკოსების ცნობით ქვეყანაში მედიის თავისუფლებასთან ერთად მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებასაც ზღუდავენ. პარლამენტის წევრის კონსტანტი სტარიშის ინფორმაციით რეგიონებში, სადაც რეიტინგებით ოპოზიცია ლიდერობს, საარჩევნო უბნების რაოდენობას ამცირებენ. სხვა ადგილებში კი გადაადგილების შესაფერხებლად ხიდების რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. რადგან გასული 4 წლის განმავლობაში მაია სანდუ ვერც ნულოვანი ეკონომიკური ზრდითა და ვერც გაზრდილი შიდავალით ან ადამიანების უკიდურესი სიღარიბით ვერ დაიტრაბახებს, მათი პარტია ასეთ კოშმარულ მეთოდებზე გადავიდა. ისინი ყველანაირად ცდილობენ მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლაში ხელი შეუშალონ. მოლდოვური მედიის ცნობით არჩევნებზე კარუსელის სქემის გამოყენებაც იგეგმებოდა. სამართალდამცველებმა კიშინეუს ერთ-ერთ სტამბაში წინასწარ დაბეჭდილი და მონიშნული 200 საარჩევნო ბიულეტენი აღმოაჩინეს. ბიულეტენები პარტია ალტერნატივის სასარგებლოდ იყო შემოხაზული. გამოძიების ინფორმაციით მათი გამოყენება არჩევნების დღეს იგეგმებოდა, თუმცა პოლიტიკური ბლოკის ლიდერები ირწმუნებიან, რომ აღმოჩენილი ბიულეტენები საარჩევნო კამპანიისთვის დაბეჭდილი სანიმუშო მოდელები იყო. ეს ბიულეტენების სანიმუშო მოდელია, რომელიც წინასაარჩევნო პოლიტიკური კამპანიის ნაწილია. ჩვენ ამ ბიულეტენების ვიდეო კლიპში ჩვენებას ვგეგმავდით. ამით არჩევნებზე მოსული ადამიანებისთვის ხმის მიცემის პროცესის გამარტივება გსურდა, რათა უფრო იოლად ეპოვნათ და შემოეხაზათ ჩვენი პარტია. არჩევნებამდე 2 დღით ადრე მოლდოვის სააპელაციო პალატამ პარტია მოლდოვის გულის საქმიანობის 12 თვითშეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი მოთხოვნით სასამართლოს იუსტიციის სამინისტრო მიმართა. პარტიის ლიდერმა გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. ეს მართველი პარტიის მასშტაბური გეგმის მხოლოდ ნაწილია, რომელიც ჩვენი პარტიის გაჩუმებას ცდილობს. ბოლო 4 კვირის განმავლობაში პარტია მოლდოვას გულის წინააღმდეგ ბინძური და პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები ყოველდღე ხდებოდა. თუ ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ამით გაჩუმებას გვაიძულებენ, ძალიან ცდებიან. ბრძოლა გრძელდება და სიმართლე გამოაშკარავდება. მოლდოვაში არჩევნები 28 სექტემბერს გაიმართება.